გამარჯობა, მოვედი თემუს ამხელა ამანათით. ეს არის ჩემი პირველი დიდი ამანათი. ხო და ეხა გავხსნათ და ვნახოთ შიგნით რა არის. ვითომ არ ვიცი. რომ ამ ვიდეოებში იცი რა, ძალიან დიდი ხნის წინ გამოვიწერე და არ მახსოვს რა არის. რა არ მახსოვს, ყველაფერი ვიცი ზეპირად. აქეთ დავდებთ და მე დავიწყოთ. პირველი რაც ჩანს არის ეს ჰუდი. დაახლოებით ღირდა 13 ლარი. თუ ბარკის ხმა გავხებ ბოდის ხდით. იმიტომ რომ მიკროფონი არ მაქვს 1000 რაღაც აღერს არ გვინდა მიკროფონი. რა უხარისხოა. შიგნით დათბილულია. მე ვიყიდე ეს ახალ წლისთვის Happy New Year წერია მგონი. Merry Christmas წერია. ძალიან თხელია, მაგრამ დათბილულია შიგნით. ჩავიცომდეთ და ვნახოთ. მოვედი, მომეწონა, ძალიან საყვარლობა. ნახეთ. Oversize, ცოტა დიდი მაქვს, მაგრამ მე ასეთი ჰუდები მიყვარს. ეს არის L ზომა. M რო იყოს, უფრო უკეთესი იქნებოდა. ძალიან უხარისხო ის აქვთ. ой, ვარდებოდი. ძალიან ხარისხო ის არის. რა ქვია ამას? შემდეგი, ამით გავაგრძელებ მე ვიდეოს. Next. ესეც არის სვიტერი. რა რბილია. ეს ძალიან საყვარლობა, აქაც ისეთის აქვს. კლავებზეც და აქაც. ეს არის ბამბა. ძალიან ხარისხიანი. ესეც ძალიან თხელია. ეხლა ამას όσο ჩავიცვამ. მე რომ უნდა ჩავიდა შიგნიდანაც შიგნიდან მაიკაც. ეგეთი რაღაცები არ მიყვარს, მაგრამ ძალიან რბილია, ძალიან ღუნღულა. შემდეგი ჩემი საყვარელი ფერი, ეს გახსნილია. ეს არის შარვალი. მე ამის შავი ფერი მაქვს. ძალიან მიყვარს, ძალიან გავსუქდი და უკვე ჩემი ზომის შავლებს მე ვერ ვყოლობ. ზიკო მიყურებს იქიდან. მაგრამ ეს ძალიან კარგია. შლაქსია თან და შეგიძლიათ ჩაიცვათ რეიტუზებით ზამთარში. ეხლა არ მითხრათ რომ რეიტუზები, რავი, მე მცივა და რეიტუზს ვიცვამ ზამთარში. იმიტომ რომ ჩვეულებრივი უყდარი ადამიანი ვარ. მე არ ვარ მოდელი, არ ვარ ინფლუენსერი. Next. იგივე შარვლის კრემის ფერი. მაგრამ ეს ძალიან თხელია. იქიდან როგორ გაჩვენოთ? იგივე არ არის, ძალიან თხელია. ჯიბეებიც არ აქვს, უბრალოდ ადგილია ესეთი. მგონი ამას დავაბრუნებ. ეს უფრო იაფი ღირდა მახსოვს. ის 29 ღირდა, ეს მგონი 17 თუ რაღაც. რა ვქნათ? ბოლოს ყველაფერს ჩავიცომ და გაჩვენებთ. ეხლა ბოლოში არ გადახვიდეთ. Next. ამას ველოდებოდი დიდი სიყვარულით, დიდი ინტერესით. ძალიან მაინტერესებდა და უკვე შევეხე რა კარგია. რა კარგი ხარ, რა კარგი, ჰატერა და შუშკუნა. ეს არის ასეთი ჟილეტი. წინ აქვს ესეთ რაღაცები წელს ძალიან მოდაშია. რა ქვია ამას? ძალიან კარგია, მომეწონა ჯიბეებიც აქვს. ჯიბეები, ნამდვილი ჯიბეებია, რაც მნიშვნელოვანია. Next. ეს იქნება კაბა. ეს კი გამოვიწერე, მაგრამ მე კაბები არ მიხდება დიდად. ზამთრის კაბა. და ვნახოთ. შევეხე მომწონს. კარგია. ასეთი ჩვეულებრივი გრძელი კაბაა. არაფერი ის არ აქვს. ასეთი მკლავებია, სწორი. და ეს ძალიან ის იქნება ჩემთვის. ესეთ რაღაცებს მე ვერ ვიცვამ. თავს არ ვგრძნობ
კომფორტულად, კარგად. მე ეგეთი ის მიყვარს. ყელი. ეს დრაუბედურება, ნახეთ. ამას არ გაჩვენებთ აჭავიცო. მგონი ამას დავაბრუნებ, ჯერ ვნახავ და მერე გეტყვით. შემდეგი. ბოლონითია მგონი, არა, ჯერ გვაქვს. მე გადავიხადე ჯამში 203 ლარი. ჯამში 300 ლარამდე იყო, იმიტომ რომ იკოსაც ჰქონდა ნივთები. მაგას არ გაჩვენებთ. იმიტომ რომ საინტერესო არაფერია. ასეთი ჰუდია. კარგია ეს მომეწონა. აქ ის აქვს მკლავებზე. რა ქვია? საყვარლობები. ნახეთ. საყვარლობა და ასევე ქვემოთაც აქვს. კარგია, მომწონს. მაგრამ მე მგონი ელზომას არ ვიცვა. მე ზაფხულ წელსმელში ვიცვამ ხოლმე ელზომას. ესე იგი ზამთრის წელსმელში ვიცვამ ემზომას. ძალიან oversize ჰუდი არ მიხდება, იმიტომ რომ უფრო მსუქანი ვჩანვარ. ხო, ეს ყველაფერი ჰუდის ბრალია, ასე მსუქანი რო ვჩანვარ. ფერი. დარჩა პატარა ნივთები, ამანათები. ეს არის ნასკი და საყვარლობა. ჯამში არის 8 წვილი 4. კი. 8 წვილია ჯამში, ან 6 არ ვიცი. შემდეგი არის ტელეფონის кейსი. მე кейსებში ფულის გადახდა არ მიყვარს, მაგრამ ის მქონდა კუპონი და ძალიან იაფი ღირდა რაღაც კაპიკები. და ავიჩი ესეც. ეს. და მაქვს მეორე кейსიც, ის ძალიან მაინტერესებს. და ეს არის ჩანთაში ჩადოთ თქვენი ვიტამინები, წამლები, მაგრამ ეს მე გამოვიწერე, რა ქვია, დამტენებისთვის, იმიტომ რომ ჩემ ჩანთაში ყოველთვის დამტენები იკარგება. ყოველთვის. ვიღაც ძალიან წერს ხდება. და ბოლო ამანათი. მაგაც ხალხი გაჩვენეთ. და ბოლო ამანათი არის ასეთი кейსი. აქ ანუ მე რო ვიყო დიზაინერი და გავაკეთო кейსი, ეს იქნებოდა უძლებოდ, იმიტომ რომ აქ არის ვაჟა ფშაველა, ჩემი საყვარელი მწერალი. აქეთ არის ხაჭაბური, აქ წერია ქართულ ცეკვაზე რაღაცეები. დროშა, მეტრო, აქეთ ხინკალია. სიმშვიდე. ეს უკვე ყველაფერი გასაგებია, ამას არ გამომარტავ. ძალიან საყვარლობაა, ძალიან საყვარელი кейსია ეს. 6 ლარამდე ღირდა. кейსებში ფულის გადახდა არ მიყვარს, მაგრამ ეს არის ჩემი ფავორიტი. ძალიან მაგარია. ეხლა ყველაფერს სათითაოდ გაჩვენებთ. ჩავიცვამ და მოვალ, იმიტომ რომ რატომაც არა ვიყო მეც beauty blogger, რატომ? მე ამაში რაღაც ის ვარ. ძალიან დიდია ეს. ეხლა დანარჩენსაც გაჩვენებ, ჩავიცვამ და მოვალ. დამელოდეთ. თათამ. უკან ქვეყანა ინკრევა მაგას ყურადღება არ მიაქციოთ. ვაი. რა გავაკეთე? ზემოთადი. ზემოთ უყურო. ძალიან ზემოთ ხარ ეხა. მკლავები ძალიან საყვარლობა და ასე ქვემოთაც აქვს. კარგია, საყვარლობა. მომწონს. ეს ძალიან მომეწონა ეს სვიტერი რა კომფორტულია რა გუნგულა და ეს შილეტიც ძალიან მიყვარს. ძალიან მომეწონა. ეხლა სესტილიკოსაც მოეწონება და მიყვის რომ მეც მიყიდე, მეც გამომიწერე, მე ამიშეც მივიცემ და მე დავჭები ჟილეტის გარეშე და გამოწერა და ლოდინი მე დამეზარება და არ მექნება ჟილეტი. როგორ ვთქვი, ერთს თქოით. ყოჩახ, ფერი. კაი. ეხლა ამ შარვალს გაჩვენებთ. არ გაჩვენებთ, თუმცა ჩავიცვამ, სტორიებში ნახავთ. იმიტომ რომ ქვეყანა ინგრევა უკან და არ მინდა რომ ყველაფერი ნახოთ. კი დავალაგე, მაგრამ დასალაკებელია ისე. კარგით, ძალიან დიდი მადლობა. აქამდე იყო ჩემი YouTube ვიდეო.
გთხოვთ თუ გინდათ რომ დამეხმაროთ, გულშემატკივროთ, მოიწონეთ ვიდეო და დაწერეთ კომენტარი, გიდეთ გამონადოთ ის თქვენი არჩევანია უკვე. დაწერეთ კომენტარი და ასევე გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, იმიტომ რომ ახალბედა YouTuberi ვარ და ვნახოთ როგორ გამომივა ჩემ თავს. მივეცი 1 წელი, ვნახოთ 1 წელიწად ვიდეოებს დავდებ, თუ შედეგი მექნებო თუ არა და ვინ მომიკლავს? არავინ. მიყვარხართ და კარგად იყავით.